ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მიტევების, უანგარობისა და სულიერი საუნჯის შესახებ. ამ თემებს ეხება ყველიერის საკვირაო წირვის სახარება, ამ კვირას ჩვენ ასევე ეწოდება ყველიერის კვირას შენდობის კვირა, რამე თუ დიდი მარხვის წინ იყო ასეთი ტრადიცია, რომ უპირველეს ყოვლისა სამონასტრო ცხოვრებაში, როდესაც ბერები ხშირად გადიოდნენ მონასტრებიდან და შესაძლებელია უდაბნოში გაეტარებინათ მთელი მარხვა, ისინი და ამდომამდე არ შეხვედროდნენ, ისინი ყველანი ერთმანეთს შენდობას თხოვდნენ. თუმცა ეს წესი რასაკვირველია ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვისაც ბუნებრივია, რადგანაც ყოველი ჩვენგანი მიუხედავად იმისა, ქონია ჩვენ რაიმე განზრახვა, არაკეთილი მოყვასის მიმართ ან ქმედება თუ არ ქონია, რადგანაც ყველანი ღვთის წინაშე ვართ არასრულყოფილნი და შესაბამისად ცნებების შესრულება სრულყოფილად არ შეგვიძლია, ბუნებრივია ყოველი ჩვენთაგანი არის ღვთის წინაშე ვალში, ანუ არღვევს მცნებას და გაჩნია ცოდვები და ნებისმიერი ჩვენი ცოდვა ამძიმებს არა მარტო ჩვენს სულს, არამედ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანის სულებსაც და ნებსით უნებლიე ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავე არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ ასევე ერთმანეთის წინაშე, როდესაც ჩვენ ერთმანეთს შინდობას ვთხოვთ, ჩვენ აი ამ უნებლიე ჩვენთვის სრულიად უცნობ ცოდვასაც ვინანიებთ და ამიტომ ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ამ შემთხვევაში აი ამ განსაკუთრებით კვირა დღეს, როცა იკითხება შენდობის ლოცვა, ნებისმიერ თუნდაც უცნობ ადამიანს შეიძლება შენდობა ვთხოვოთ. და ამავე დროს ეს არის ესე იგი დასაწყისი, ესე იგი წინადღე დიდი მარხვის დაწყების წინ და ჩვენ ეკლესია გვაძლევს სამ უმთავრეს დარიგებას. როგორ გავატაროთ დიდი მარხვა და რა არის ის მთავარი, რაზეც ჩვენი ყურადღება უნდა იყოს კონცენტრირებული. პირველი და უმთავრესი ეს არის მიტევება. მიტევება, როგორც აი და გვეუბნება მათეს სახარება, ამ დღეს იკითხება მე-6 თავის მე-14-დან 21 მუხლის ჩათვლით, აი პირველი სიტყვები ასეთია: რამე თუ უკუე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეწოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. ხოლო უკუე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეწოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეწოდებანი თქვენი. ნუ პირველი და მთავარი ასე იგი ქრისტიანის ცხოვრებაში ეს არის მიტევება. მიტევება ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ჩვენს მიმართ პიროვნება გამოავლინოს ასეთი არასწორი დამოკიდებულება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ჩვენთაგანი საჭიროებს მიტევებას და თუ ჩვენ ღრმად ჩავიხედავთ ჩვენ სულში, ჩვენ დავინახავთ, რომ ის დანაშაული, რომელიც ჩვენს მიმართ არის ჩადენილი, გაცილებით უფრო მცირეა იმ დანაშაულებზე, რომელიც ჩვენ ღვთის წინაშე გვაქვს ჩადენილი. ანუ ჩვენ ყველანი ვართ ვალში ღმერთის წინაშე და ყველანი ვართ ცოდვილი და თუ ჩვენ გვახსოვს ჩვენი ცოდვები,
თუ ჩვენ გახსოვს ჩვენი წოდები, ჩვენ შეუძლებელია რომ ვინმეს მიმართ ვიყოთ ულმობელი, ვინმეს მიმართ ვიყოთ მკაცრი და არ მივდეოთ. რატო? იმიტომ რომ ჩვენ თვითონ გვძნობთ ჩვენს სნეულებას, ჩვენს უღირსებას, ჩვენი აი ამ წოდების სიმრავლეს და გვაწუხებს ეს და აღარ გვიკვირს სხვისი წოდვა, აღარ გვიკვირს სხვისი ასეთი ცნებების დარღვევა და არ გგონია რომ სხვისი წოდვა ჩვენ წოდვაზე მეტია. არ გგონია, იმიტომ რომ ჩვენ გვაწუხებს ღვთის წინაშე ჩვენი დანაშაული და არა მარტო ღვთის წინაშე, მოყვასის წინაშეც. და როდესაც ჩვენ ეს გვაწუხებს, ჩვენ ვინც არ უნდა, როგორც არ უნდა მოგვექცეს ცუდად ადამიანი, ჩვენ ხედავთ, რომ ისიც ისეთივე ცოდვილია, თუ იმაზე ნაკლები არ არის, ვიდრე ჩვენ ვართ, ყოველ შემთხვევაში არც იმაზე მეტია. და ამიტომ ჩვენ ასე ვფიქრობთ და ასე ვაზროვნებთ, რომ ღმერთო, მეც მომიტევე და ამ ადამიანსაც მივდევე. და არ მიტევება კი პირიქით ნიშნავს, რომ ჩვენ არ აგვაქვს განცდა ითვისთა წოდვათა. და შესაბამისად სულ გვაქვს იმის განცდა, რომ კი ბატონო, წოდვა როგორ არა მაქვს, რამდენიც გნებავთ ბატონო, მაგრამ აი ასეთი წოდვა, აი ამას რო აქვს და ამათ რო აქვს და ნუ ესეთი მე ხო არა მაქვს და მაინც ესე იგი სხვაზე მაღლა ვაკენებ თავს. ანუ ჩემი განცდა თვისთა წოდვათა არის ძალიან ესე ვთქვათ სუბიექტური. აი ეს არის აი ყველაზე საშიში, რომ ჩვენი საზომი საკუთარი თავის შეფასებისა არის როგორც წესი სუბიექტური. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს მის უწმინდესობას ერთ-ერთ ეპისტოლაში იგი წერს, რომ სულ არის სამი ხედვა ადამიანისა. ერთი როგორ ხედავს ადამიანი თავის თავს და რასაკვირველია, სრულად ვერ ხედავს თავის თავს. მეორე როგორ ხედავენ მას სხვები და სხვებიც ხედავენ მხოლოდ ნაწილს მის პიროვნების რაღაც გარკვეულ მხარეს. და მესამე ეს არის როგორც ხედავს ჩვენს პიროვნებას ღმერთი. აი ღმერთის ხედვა ეს არის აბსოლუტურად სწორი ხედვა და დანარჩენი პირველიც და მეორეც არის სუბიექტური და აი სწორედ აი იმის გამო რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თავს, ჩვენ შესაბამისად არ აგვაქვს განცდა ითვისთა წოდვათა და შესაბამისად გვიჭირს სხვაზე, ესე იგი თქოს, უკეთესად არ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი. მაინც ესე იგი ვგონია, რომ კი ბატონო, როგორ არა გვაქვს წოდვები, მაგრამ ისეთი არა როგორც სხვას. აი ეს არის საყოველთაო უძლურება, რაც ასევე სახარებაში ნათქვამია, რომ ეს არის სნეულება, საერთო სნეულება. სნეულება არის, ესე იგი, როდესაც სხვის თვალში ხედავ ბედს და საკუთარ თვალში ვერ ხედავ დინეს. ანუ უგრძნობელია ადამიანი საკუთარი წოდების მიმართ. ძალიან ცოტას ხედავს და აი ამ ცოტაშიც ნაკლებად, ესე იგი, აღიქვამს თავის პასუხისმგებლობას და მცირედია მისი სინდისის კენჭდა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი თუ სინანულშია, არავის არ განიკითხავს. და თუ არ არის სინანულში, ნუ ბუნებრივია, სულ მას აქვს განცდა, რომ აი თვითონ არ არის ესეთი საშინელი წოდვილი, მცირე პატარა წოდვილია, ნუ მცირე ძალიან უნიშნელოა მისი წოდვები. ხოლო აი მის გარშემო არიან ადამიანები, რომელსაც საშინელი წოდვები აქვთ. და აი ეს სწორედ ეს განკითხვა, ესე იგი იზრდება იმის მიხედვით, რაც უფრო მცირდება განცდა ითვისთა წოდვათა და პირიქით, რაც უფრო იზრდება განცდა ითვისთა წოდვათა, იზრდება ასე ვთქვათ, მცირდება განკითხვა. და აი სწორედ ადამიანი, რომელიც არ მიუტევებს, ესე იგი არ განიცდის თავის წოდვებს და შესაბამისად იგი არის ამ პარტავნებაში და შესაბამისად იგი უკვე მისი გული დახურულია ღვთის მადლის მისაღებად და აღარ მიეტევება წოდვა, იმიტომ რომ არ ინანიებს. აი ეს არის მთავარი. ვინც განიკითხავს, ის არ ინანიებს და ვინც
მიუტევებს, მხოლოდ იმიტომ მიუტევებს, რომ აქვს სინანული. ამიტომ კიდევ ერთხელ აი მარხვის დაწყების წინ გვეუბნება უფალი, რომ თავარი არის მოიპოვო განცდა ითვისთა ცოდვათა. როგორ უნდა მოიპოვოთ? როგორ და მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენ თავს. მუდმივად უნდა ესე ვთქვათ თვალი გაუსწოროთ ჩვენს შეცდომებს. აღმოვაჩინოთ ჩვენი შეცდომები, არ გავიმართლოთ თავი და ამის შემდეგ დაუმწუხრდეთ აი ამ ცოდვების გამო, ანუ კონდეს სინდისის კენჭდა, კონდეს აი ეს მწუხარება ღმერთის წინაშე ჩადენილი ცოდვების და მოყვასის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამო და აი როცა ადამიანი ამას ასე მუდმივად უკომპრომისოა საკუთარი თავის მიმართ, აი ეძიებს, აღმოაჩენს, განიცდის, აი ესეთი ადამიანი ფაქტიურად მუდამ ღრმა სინანულშია და მუდამ მზად არის იმისთვის, რომ კი არ ასე ვთქვათ, საკუთარი თავით კმაყოფილებაში კი არ არის, როგორ გამოასწოროს ეს, აი მუდამ მზაობაშია, რომ აი გამოასწოროს და აი მიტევება ერთ-ერთი გამოსწორების ერთ-ერთი საშუალებაა, მიტევება. ანუ შენ თუ გინდა რომ ესე იგი გეპატიოს, შენს ყველას უნდა აპატიო. და აი ვინ მიუტევებს, ვისაც ძალიან დიდი სურვილი აქვს საკუთარი ცოდვების მიტევებისა და ზემოდან არავის არ უყურებს. აი ესეთი ადამიანი მიუტევებს. და ამიტომ აი ეს თავარი სათნოება ეს არის სიყვარული მოყვასისა, მასში ძიება არა მისი ნაკლისა, არამედ მასში ძიება ღვთის ხატებისა, რომელიც ყველა ადამიანშია მიუხედავად უმძიმესი ცოდვებისა და რომელიც მიმართაც ჩვენ უნდა გქონდეს ესეთი თანაგრძნობა, რომ აი ისიც სნეულია, ისიც უძლურია, ისიც ცოდვილია და მეც ასევე და ღმერთო იმასაც მიუტევე და მეც მომიტევე და მიმტევებელია ასეთი ადამიანი და არა მიმტევებელი ადამიანი უბრალოდ არ ინანიებს და თუ ადამიანი არ ინანიებს და ღმერთს არ თხოვს შენდობას, ბუნებრივია მას აღარ მიეტევება და დარჩება ესე იგი სასუფეველის გარეთ. მეორე თემა, რომელსაც დიდი მარხვის წინ ასე ვთქვათ, ცდილობს რომ კლავ ასე ვთქვათ აი ამაზე მუდმივად ვფიქრობდეთ, რომ მარხვის დროს ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ გარეგნული წესების ასრულებით. ეს არის საკვების ასე ვთქვათ რაციონის დაცვა, სამარხო რაციონის, ეს არის ვთქვათ ოცვის აღსრულება როგორც პირადი, ისე საზოგადო მოწყალების კეთება და რასაკვირველია ყველანაირი სათნოებების აღსრულებაში ესეთი მეცადინეობა, აი როცა ადამიანი მოინდომებს, რომ რაც შეიძლება მეტად სათნოთ იცხოვროს. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან ესეთი სახიფათო მომენტი, როდესაც ადამიანი აი რაღაც აი ამ მოვალეობებს ასრულებს. აი აქ არის ძალიან სახიფათო მომენტი, რომ იგი დაკმაყოფილდეს აი ამ სხვადასხვა წესის თუ სხვადასხვა სათნოების აღსრულების მხოლოდ გარეგნული სახით. გარეგნული სახით დაკმაყოფილდეს და ესე იგი სინამდვილეში არ ხდებოდეს რა არის რას ნიშნავს გარეგნული სახით მარხვა და შინაგან. გარეგნული სახით მარხვა ნიშნავს, რომ ყველა წესი დაიცვა ეკლესიის მიერ დადგენილი, მაგრამ არ ფიქრობდე საკუთარი ვნებების დაძლევაზე. თითქოს და ეს წესების აღსრულება შენ ჩაგეთვლება, რომ აი შენ ამის გამო, ამ გარეგნული წესების აღსრულების გამო შენ ეს ცოდვები მექანიკურად გეპატიებ. აი ეს არის საშინელი ასეთი ხედვა და ასეთი ადამიანების მხრიდან
თვითკმაყოფილება, რომ აი მე ყველაფერი შევასრულე, ყველა წესი დავიცავი და ჩემი ვალი მოვიხ. აი ვალმოხდილების განცდა ესეც არის აი ისევ და ისევ სწორედ აპარტავნება, ესეც არის აი ვერ დანახვა საკუთარი ცოდვებისა და არ ზრუნვა საკუთარი ცოდვების აღმოფხვრისათვის, არამედ ზრუნვა გარეგნული წესების შესრულებისას, გარეგნულად რომ შენ ყველა აი საზოგადოებაში მიღებული ნორმები დაიცვა და ჩანდე, ესე ვთქვათ, მაგრამ გულში თუ სინანული არა გაქვს, თუ მიმტევებლობა არა გაქვს, თუ ესე იგი ეს ლმობიერება არა გაქვს, ესე იგი მაშინ ამას არაფერს ფასი არ აქვს და აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ შინაგანი ნაყოფი უნდა ჩანდეს, გარეგნული ესე ვთქვათ, ქმედებები კი არა, შინაგანი ნაყოფი. და ეს მოდის ეს შინაგანი ნაყოფი, როდესაც ადამიანი მოინდომებს, ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და პოვოთ, ირეკლეთ და გავიღოთ. არ არის ადვილი, ესე ვთქვათ, სათნოებების აღსრულება, მაგრამ თვითონ ეს მცდელობას, ღმერთი მცდელობასაც იწირავს. როცა ხედავს ღმერთი, რომ ადამიანი ძალიან ცდილობს დაეცა, ვთქვათ, ცოდვა ჩაიდინა, ცნება დაარღვია, მაგრამ ცდილობს რომ წამოდგეს, ცდილობს რომ რაღაც კვლავ რაღაცა სათნოება აღასრულოს და რამდენჯერაც არ უნდა დაეცეს თუ ყოველი დაცემის შემდეგ მაინც გულწრფელად, რასაკვირველია არაფორმალურად წამოდგომას ცდილობს, ეს ნიშნავს რომ ის ებრძვის საკუთარ თავში არსებულ ცოდვებს, ნებებს, უძურებას, ნეულებას და ასეთ ღმერთი ხედავს და მიუტევებს ასეთ ადამიანს. დიდად მიუტევებს. ამიტომ ეს უნდა იყოს შინაგანი ბრძოლა და არა გარეგნული წესების, ანუ აღსრულება, ანუ შინაგანი ქრისტიანობისაკენ მოწოდება არის ეს მეორე ესე ვთქვათ, მოწოდება, რომ მარხვა შევინახოთ. აი ასე ამბობს ამის შესახებ სახარების შემდეგი მუხლები გვეუბნება და რაჟამ სიმარხვიდეთ, ნუ იყოფით ვითარცა იგი ორგულნი, მწუხარე, რამე თუ განირყუნიან პირნი მათნი, რათა ეჩვენენ კაცთა მარხველად. ამინ. გეტყვი თქვენ, მიუღებია სასყიდელი მათი, ხოლო შენ რაჟამ სიმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რათა ეჩვენო, არა ეჩვენო კაცთა მარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. და ბოლოს ესე იგი, რა არის კიდევ ის, რაც ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს აი ამ დიდი მარხვის განმავლობაში, მესამე ასეთი აუცილებელი პირობა. და რასაკვირველია, ეს პირობა არის ესეთი ძალიან ესეთი უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ მხოლოდ ასეთი პირობის შესრულების შემთხვევაში შეიძლება გადაურჩეთ მართლაც წუთისოფლის აი ამ ხაფანგებს, ბოროტი ძალის მიერ დაგებულ ხაფანგებს ჩვენს წუთისოფელში. რა არის ეს მესამე პირობა? მესამე პირობა არის, რომ სადაც იყოს გული შენი, სადაც იყოს საუნჯე შენი, იქ იყოს გული შენი. ესე იგი, რა არის საუნჯე? საუნჯე ეს არის ის, რაც შენ ცხოვრებას აზრს აძლევს. და თუ შენ ცხოვრებას აძლევს აზრს, ამ ქვეყნიური სიმდიდრე, ამ ქვეყნიური დიდება, შენი გული თალიანად, რა ვიტყვიან, მიერთებული, მიჯაჭვული არის, ესე იგი, ამ წუთისოფელზე. და წუთისოფლის, ესე იგი, წუთისოფელში ელის ადამიანი, აი მთავარ ნუგეში, მთავარ ესეთი თითქოს წუთისოფლის აი საუნჯენი, წუთისოფლის საუნჯენი. ესე იგი, ადამიანს შეიძლება მოუტანოს რაღაც, ესე ვთქვათ, მის სულს შეიძლება რაღაცა მოუტანოს. არა მარტო სხეულს, არამედ მის სულსაც. არის ესეთი მცდარი შეხედულება, რომ აი თითქოს ადამიანი იმის გამო, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი არ არის, აი ეს არის მიზეზი მისი ცოდვებისა და თუ ის მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნება,
რომ აი ეს ალბათობა იმისა რომ ნაკლებად შეცოდავს ისდება და სინამდვილეში პირიქით არის რა რომ სასოებას თუ ამყარებ მიწიერ დიდებაზე მიწიერ სიმდიდრეზე მიწიერ საშუალებებზე ბუნებრივია შენ ჯერ ერთი ის მარაცვალებადია ეს წუთი სოფელი დასაყრდენი ის არ არის აბა რა არის დასაყრდენი დასაყრდენი არის ის რაც არ იცვლება და რა არ იცვლება სულიერი საუნჯე რომელიც მას გეცილების ვერავინ არ არის გასაყოფილი ანუ ეს არის ის შენების სიმდიდრე რომელიც არადიულია არ ცვდება არავინ ვერ მოგპარავს აი ეს სიმდიდრე უნდა დავაგროვოთ აი ეს საუნჯე სულიერი საუნჯე და მაცხოვარი ხო გვეუბნება ერთ-ერთ ადგილას რომ უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა და სიმართლეს ამის აი ეს არის შენი საუნჯე რასაკვირველია მიწიერი მოთხოვნილებებიც უნდა დავიყვაყოფილო და მიწიერი ესე იგი პირობების შექმნას ჩვენ უნდა ვცდილობდეთ როგორ არა ამას უფალი არ გვიშლის პირიქით რაც უფრო სწორად ცხოვრობს სულიერად ადამიანები მისი მატერიალური პირობები უმჯობესდება მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც ის მისთვის მთავარი არის არა მატერიალური არამედ სულიერი და აი სწორედ ამას გვეუბნება რომ სულ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი მთავარი საუნჯე არის სულიერი საუნჯე და არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული სწორედ აი ამ ხორციელ მიწიერ სიმდიდრეს და მიწიერ საუნჯეს და რასაკვირველია ამის მიჯაჭვა ნიშნავს წუთი სოფლის მონობას ხოლო სულიერი ცხოვრების სადმი ასე ვთქვათ გულის დათმობას სულისათვის სულიერი სიმდიდრისათვის ნიშნავს ღმერთთან შეერთებას და ის სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს რომ უპირველესად უმთავრესი დრო ენერგია უნდა დაუთმოთ სულიერი სიმდიდრის მოპოვებას მოხვეჭას და პარალელურად ამისა რასაკვირველია ხორციელსაც უნდა დაუთმოთ მაგრამ სამწუხაროდ პირიქით ხდება ხშირ შემთხვევაში უმრავლეს შემთხვევაში და აი ეს არის მიზეზი რომ შემდეგ ჩვენი ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შეიძლება ღმერთიც გვწამს სიკეთესაც ვაკეთებთ რაღაც წესებსაც ვიცავთ საზოგადოებაში არსებულ ნორმებსაც ვიცავთ მაგრამ ჩვენი ცხოვრება ახსავსეა მრავალი მწუხარებით ტკივილით და ტანჯვით აი ეს სწორედ იმიტომ რომ ჩვენი საუნჯე არ არის ცათაში და ჩვენი საუნჯე არის ქვეყანასაზე და აი წუთი სოფელში ვეძებთ აი ამ დასაყრდენს სიმყარეს და კლიანად მიჯაჭვული ვართ მას ღმერთმა მოგცეს ძალა რომ აი ეს დიდი მარხვა კეთილად ავასრულოთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიმყოფებით განსაკუთრებული წელია განსაკუთრებული არის ეს აღდგომა რადგანაც ფაქტიურად წელს საქართველოს ეიმობს თავისი ეროვნული ასე ვთქვათ თავისი უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს რა არის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაული როდესაც მოხდა არა 1 2 და ასეულის და 1000-ის არამედ მთელი ერის მკვდრეთი დაგდგომა ნათლისღება ნიშნავს წოდიადის და სიკვდილის ტყვეობიდან ღვთაებრივ სიცოცხლეში დაბრუნებას ანუ ნათლისღება ნიშნავს ძველი ადამიანის სიკვდილს და ახალი ადამიანის დაბადებას და ანუ მკვდრეთი დაგდგომას ამიტომ ერის ნათლისღება არის ერის აღდგომის დღესასწაული და ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი აღდგომის 17 საუკუნეს რომელიც მართალია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ასე ვთქვათ განსაცდელების გამო ხანდახან ეს კავშირი შესუსტებოდა ღვთაებრივ სიცოცხლესთან მაგრამ გაწყვეტილი არ ყოფილა არასოდეს და აი დღეს რაც თავარია ჩვენ მიმდინარეობს საქართველოში ქვეყნის მეორედ მოქცევა ერის მეორედ მოქცევა და ჩვენ რმად გვწამს რომ წლევანდელი წელის აღდგომა ეს უნდა იყოს საყოველთაო ერის სულიერ ასე ვთქვათ აი სწორედ
მოქცევის, მეორედ მოქცევის რაღაც დაგვირგვინება უნდა იყოს დედა ეკლესიის წიაღში გამთლიანებით, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დაბრუნებით, გამთლიანებით და გამწყინვებით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახანოთ და ეს მარხვა გაგვეტარებიოს კეთილად, რათა აღდგომის დღესასწაულზე გვეხილოს ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების აღდგინება, განახლება და დიდი სიხარულის აღდგომისა. ჩვენთან არს ღმერთი.